გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, ზაფხულის ცხელი დღეებია, ყველანაირად, კალენდარულად, ატმოსფერულად, პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და ასე შემდეგ ბატონო გიორგი თავდივიძე ღირსეული ადამიანი, თავდარგის პოლკოვნიკი, მრავალნახული ადამიანი გვეწვიათ რესტუმრად. მადლობა ბატონო გიორგი რომ მოგესალმებით და იმედია რომ პასუხებს პრობლემატურად შევეხმიანებით რეზონანსში მოვა და საზოგადოებას აუწყოთ ჩვენ ნებელობას, ჩვენ გონებას და ჩვენ ხედვებს და ჩვენ ფასეულობას. უპირველეს ყოვლისა სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ საკითხებზე მინდა აუცილებლად შევეხო ბატონ ელდარ შენგელაიას დაკრძალვას. გახდეთ ასეთი მიუსამძიმრე ოჯახს. და გითხრათ რომ დიდი ხელოვანი იყო შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე საქართველოში არის დამეთანხმებით ბატონო გიორგი რომ ადამიანს როდესაც გააცილებენ იქ ხდება მისი ასე ვთქვათ დაფასება დიდწილად და ქართველებს ეს შეიძლება ითქვას ბევრი ნაკლი გვაქვს მაგრამ აქ თითქმის შეუმცდარები ვართ თითქმის მე კარგად მახსოვს ახლა გრანდიოზული ადამიანების დაკრძალვები მერაბ კოსტავასი ნახევარს მილიონზე მეტი კაცი რომ მიაცილებდა თაწმინდაზე და ზუიადმა მაშინ თქვა რომ ეს ფაქტიურად რეფერენდუმი ჩატარდა დამოუკიდებლობას და არა მარტო მაგის აზრი იყო შემდგომ ზუიად გამსახურდიას და კიდე ბევრის მახსოვს ასეთი ეს რა თქმა უნდა ახლა სხვა სიმაღლეა და მათი წვლილი განუზომელია რა როგორც ასეთი შეეხება აქ რაღაც კითხვის ნიშნები ბუნებრივია და აესვა და სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანები არიან რომლებიც ძალიან დიდი ხელოვნები არიან მაგრამ აი როდესაც ტრაგიკული დღეები დგება და საბედისწერო ჟამი როდესაც ჩამოკრავს როგორც ასეთი იმ შემოქმედების და მიხედვით ვერ მოქმედებით თუ ვერ მოიაზრებენ თავიანთ თავს და თავის ადგილს ვერ პოულობენ და ვითარებათ შესაბამისია ხან ტრაგიკული სახე აქვს ამ ყველაფერს როგორც ასეთი და აი ახლა მე მგონი ძირითადად თქვი ჩემი სათქმელი სინანული აი დიდი ხელოვანი თუ არის მაგის შესაბამისი მოქალაქეობრივი მწამსი უნდა კონდეს და უფსკრული არ უნდა იყოს ხელოვანსა და მოქალაქეს შორის თუ ეს უფსკრული და მანძილი დიდია მაშინ ბუნებრივია საზოგადოებაც ამას რეაქციის გარეშე არ ტოვებს ხოლმე და შეუმცდარია რა ღმერთმა ყველას აპატიოს ღმერთმა ყველას გამოასწორებინოს თავის შეცდომა თუნდაც მის შთამომავლობაზე ვინც დარჩა და ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ტრაგიკული ვითარებიდან რომელიც მოგდევს იქიდან ეს სახელმწიფო გადატრიალების თელი ციკლები და პერმანენტული ხასიათი მიიღო დამეთანხმებით ამ ყველაფერმა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის გადატრიალებამ და უნდა გამოვნახოთ ჩვენ თავში რესურსი რომ ეს არ განმეორდეს და დაშვებული შესვენები გამოასწოროთ როგორც ასეთი. წინ კიდე საკმაოდ ძნელი ციცაბო აღმართი გველის როგორც ასეთი თელერს თელ სახელმწიფოს და მოდი ამ თემებზე ვილაპარაკოთ ბატონო გიორგი მინდა დაიწყო თქვენ აი ახლა 4 აგვისტო იყო 7 აგვისტო 8 აგვისტო 9 და გაიარა რაღაც გარკვეულმა ციკლებმა ესეც გამოჩნდა რომ ადამიანელ არჩევნებს ეს ხელისუფლება არ ატარებს გამოჩნდა ეს უკვე ხო და მოდი ამ თემებზე ვილაპარაკოთ და თქოთ ამ თემებს შეეხო და რაც გენებოთ ხო მაგალითად მოგესალმებით უერთდები სამძიმარს ნამდვილად დიდი ხელოვანი იყო მას ესე ვთქვათ მის ხელოვნებას უშემატკივარი არც ელდარის სიცოცხლეში აკვდა იმიტომ რომ მისი ესე ვთქვათ შემოქმედება ის მთავარი მახასიათებელი გარდა იმისა რომ დიდი პროფესიონალის ხელი ეთყობოდა სილაღე რაც გვაკლია ფანტაზია და სილაღე ხო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხო ფანტაზიაც კრეატივიც ზიმსეული წვდომა ცოდნა საგნიც რომელშიც და იმ სფეროში სადაც ხარ ხო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შემდგომ შინაგანი ხალისიანი ბუნება თუ გაქვს ქმნის იმ სილაღეს ხო ომშიც ეხა
ქართველებს ზუსტად ეგ არის რომ ომშიც რაღაც უნდა შეხვიდე, მოლხენაშიც რაღაც უნდა მოილხინო და რაიმე საქმეს ეხა თუ ტანჯვა წამები და რაღაცა აი ძლივს რაღაცა თავს უყრი და აკეთებ ნაცვალება ხო რაღაცა ის არა აქვს რა ქვია ის მადლი შედეგი არა აქვს რასაც ელოდები როცა ლაღად აკეთებ რაც გამოგდის ლაღად ის უნდა გააკეთო და სამაგიეროდ შედეგი ყოველთვის იქნება ხო ეხლა რაც შეეხება კიდე მეორე თემას რომელზეც შეეხეთ რომ პერმანენტულად რაღაცა სულ პრობლემებში ვართ მოგეთ მე ცოტა უფრო მკაცრი მიდგომა მაქვს ამ თემის მიმართ ანუ ჩვენ განსაკუთრებით მოდი აქედან დავიწყოთ ერეკლეს რომ მეზარბაზნები არ ყავდა და იმ მოღალატეს რომ იმაშობით წევლით ყველა რომელმაც ერეკლე მეფის საიდუმლოება გასცა და აღალატა ხო მაგრამ მე იმ მოღალატეზე უფრო ერეკლე მეფის გამკვირვებია ხო თავარი ის კი არა თავარი თუ გაკვრა მეზარბაზნები თორემ ეხა ის რომ ვიღაცა გამოჩნდება რომელიც ინფორმაციას გაიტანს ეს მოცემულობა ხო აი ზარბაზანი არ უნდა გაკლდეს ანუ როგორც ძენი რომაელები იტყოდნენ ვაი დამარცხებულებს იმიტომ რომ შეცდომა მოდის იქიდან რაც გავალია და რაც უნდა გააკეთო იმას კარგად თუ არ აკეთებ აუცილებლად ან გადაგატრიალებენ ან მოღალატე გამოჩნდება ან რაღაცა სისტემებში რღვევა დაგეწყება ხო აი ახლა უყურეთ ზუსტად ამაშია თემა ჩვენი პრობლემა არის რომ სისტემა ვერ დავადგით თავი სისტემა ვერ ავაწყვეთ ანუ ჯერ კიდევ ინერციაზე ვართ ავიღეთ საბჭოთა კავშირი გამოვეყავით, მაგრამ ჩვენში არ დამთავრდა საბჭოთა კავშირი, ხო? იქიდან მოყოლებული გვაქვს საბჭოთა სისტემა, ხან აქიდან ის კენთ რა ქვია, მივავით საიდან ამოყვინ თავს ვერ გავიგე. ქოთანს ყური ხან იქიდან, მაგრამ ქოთანი იგივე რჩება და ხან ის ყური არ აქვს მნიშვნელობა საიდან მივავთ, იმიტომ არსი არ იცვლება მისი. და ეხლა ზაპოროჟიეცი რამდენად ხა აპგრეიდი და რებრენდინგი და რა ვიცი ხა რაცა უნდა ტიუნინგი ჩაუტარო, ზაპოროჟიეზე დარჩება მის შინაგანი ბუნება, მის შეაძლებლობა არის ის ძარა და ის ძრავი რომელიც მას აქვს. ხო, ამაზე უკეთესია ხა ვერ გაკეთება. თუ გვინდა რაღაცა კარგი, უნდა გავაკეთოთ შესაბამისი, ადეკვატური როგორც შეგვეფერება, ხო? როცა დაგვჭირდა ჩვენ ორი დიდი ესე ვთქვათ, რაც ჩვენ ახლა გვახსოვს და რაც არ გვახსოვს, ეგ სხვა დროს იყოს, მაგრამ დადასტურებულად რაც ვიცით, შეგვექნით კოხური ცივილიზაცია, ხო? შეგვექნით იბერია როგორც სამხედრო სახელმწიფო თავისი დიდი ცივილიზაციური მემკვიდრეობით, ხო? ანუ ეს ერთი რაც აი ხედავთ, ხო? და ამ კოხურ ცივილიზაციაში ჩვენ გვაქვს სულ წარმატებული ამბები, ხო? ანუ დაწყებული ერთი ის რომ ვიღაცამ რაღაცა მოყარა ისევ ჩვენიანის დახმარებით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ხა მითოლოგიური თემა არის. ამას შევეშოთ, მაგრამ რაც კი რამ აღწერილია იქ დაწყებული მეფით, დამთავრებული სატახტო ქალაქით, დამთავრებული ფლოტით, დამთავრებული მედიასოდნით, დამთავრებული რა ვიცი რკინის იმით რა ქვია, ჯარისკაცებით, რომელიც ამოდის ეს სელის წარმოებით, ოქროს მოგეთ ყველაფერი მეტყველებს ერთ იმაზე რომ ნიჭიერი ხალხი ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ, მაღალ ცივილიზებულ, მაღალ კულტურულ სახელმწიფოა თუ რაც იყო სახელმწიფო წარმონაქმნში ცხოვრობს, მოღვაწეობს, ვითარდება და ყველაფერი აქვს ნორმალურად წესია, მოწესრიგებული აქვს და ამ წესრიგში ცხოვრობენ. ანუ თუ კი იმ ბნელ როცა სათამაშო არ იყო და ხალხი ბნელი იყო, მაშინ თუ ახერხებდა ჩვენი წინაპრები რომ შეექმნათ ესეთი მოწესრიგებული სახელმწიფო და რამდენჯერმე გქონდა ასეთი აღმავლობა, ჩვენს დღეს ამით უნდა დავკავდეთ რომ ჩვენ თუ გვინდა კომფორტი, ამისთვის უნდა მოვაწესრიგოთ, ანუ კომფორტი იწყება იმით რომ წესები უნდა შექმნა ისეთი ელემენტარული წესრიგის მოყოლა რომელიც დაცვის საშუალება იქნება ხა თუ ჩვენ ახლა მთავარი ჩვენი პრობლემა იქნება რომ სადღაც deep state ავასრულდა deep state დავამარცხოთ ხო მთელი ცხოვრება ვირბენთ იმ deep state-ის იმაში რა ქვია ძებნაში მელოთახში კატეს ძებნა არის ვიღაცა 5-6 კაცი ამ ბიუჯეტს წაიღებს deep state-თან საბრძოლველად ჩვენ დავჩევით მათხოვრებივით ისინი ჯიბეს გაისქელებენ იმიტომ რომ ეს არის აფერისტული სქემა რომელიც მხოლოდ იმიტომაა შექმნილი რომ ჩვენ მოვაღორონ ხო ზის ჩვენ ბიუჯეტზე ჩვენ იმ ფულად ნაკადებზე რომელიც საქართველოსზე გადის 5-6 კაცი და ამ ყველაფერს იგონებს იმისთვის რომ ვიღაცა ბნელები ყავდეს მორჩილებაში რათა ამ ქვეყანაში არ მოწესრიგდეს პროცესები ღიად არ და სხვა არაფერი არ ხდება სხვა გარდა ამის გარდა ნუ ვართულებთ ნუ ვიგონებთ რაღაცა მასონების შეთქმულებაზე რაღაცები იმა თავიანთი ისე ყოფათ ეხლა კონკრეტულად აქ ერთი აფერისტი ბიძინა ივანიშვილის თამადობით
კარგ აფიორულ სქემა დაალაგებული აქვს რუსეთთან, დაალაგებული აქვს ირანთან, დასავლეთთან დაიკავა დისტანცია, რომ ხელი არ შეეშალოს ცოტახანი იმისთვის, რომ ეს ნაღები მოხსნას და რაც შეიძლება მეტი, ესე რომ ვთქვათ, სარგებელი ნახოს იმ მომენტისგან, რაც ხელში ჩაუვარდა. იმიტომ რომ ეს საყდრესედან დაწყებული იქიდან დაიწყო. არაფერი წმინდა მისთვის არა. კი, აი ზუსტად სწორად გამახსენე არანაირი აი ამაზე დიდი თან რეები გააკეთა გიორგი გახსოვთ კაცო ექსპერტები რომ მოიწვია როგორც ასეთი რაღაც ვითომ და სტატუსი რომ მოუხსნა კულტურული სტატუსი რაღაც განუმეორებელი და ამის შემდეგ აკაური ოქროს ისა ყოველგვარი დაბკოლების გარეშე გადეს ლონდონში თუ რომელ ბირჟაზე არავინ არ იცის. დიახ, ეს არის კლასიკური შულერი, რომელიც ესეთ სქემებს ხო, აი, როგორ გითხრათ ახლა, აი ეს თაღლითები რო იყვნენ ხოლმე ის ვაგზლის მოედანზე ის სათითურებით რო თამაშობდნენ, ხო? შულიკები ქვია მაგათ ბატონო. ხო, შულიკები, აი, არა, აი განსაკუთრებით ძლიერი თაღლითია, რომელსაც არანაირი ესე ვთქვათ წითელი ხაზები არ აქვს, თორე ეხლა ბოლოს და ბოლოს იმ სარგებელს რასაც ნახავს, ბოლოს და ბოლოს ბიუჯეტიდან წაიღო და მოეპარა და წნარად ყოფილიყო და საკტრისი მაინც არაეფეთქებინა, მაგრამ ესეც ანუ ჩვენ ფაქტურად ერთი დიდი მიმართულება დიდი წარსულისა გამოგვაცალა ხერენ. კი, თემურლენგს არ უკნია ახლა ეს რა ქვია და შაჰაბას რომ ისტორიულ ძეგლებს და ჩვენი რაღაცა ნადირობა დაეწყო. კი ბატონო, ხო. ხო, ამას მართლაც უპატიებელი დანაშაულია და ახლა დღესაც ეგ არის ხო ფაქტურად მომავალს გვართმევს. ჩვენ უყურეთ ახლა ევროპა კარგია, ცუდია, ხო, ნუ 64 არა, 64 ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ. ევროპაში ხა ესე ცალსახად ყველაფერი არ არის, რომ ყველაფერი მოგეწონოს, ხო? არის თემები, რომელზეც შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ევროპული სივრცე ეს არის მშვიდობიანი სივრცე, ეკონომიკურ ურთიერთობაზე აგებული სივრცე და ადამიანის ურთიერთპატივისცემაზე აგებული სივრცე, ხო? სოციალური სამართლიანობა. კი ბატონო, ეს ყველაფერი და შენ თუ ერთხესიან და ქორწილი არის მიუღებელი, ეს არავინ არ დაგაძალებს, ამაზე შეიძლება პოლონეთში და სლოვენიაში და ხორვატიაში აძალებენ ამას. ბევრ ქვეყანაში აძალებენ. სასაცილოა რა. დიახ, ეხა იმაზე აღარაფერს ავამბობ, რა ბავშვურის ზღაპარია, რაღაც კაცების ჯერთი ამ თემაზე საერთოდ როგორ შეიძლება პოლიტიკაში შემოიტანო რაღაც უაზრო თემა, ხო? ბოლოს დაცარქებიას და იმაზე გუდიანკაც შემოიტანენ ალბათ ჩვენ პოლიტიკის რეალობაში და მოგვიწევს კამათი არსებობს თუ არა გუდიანი კაც. მართლა არასერიოზულად, მაგრამ არასერიოზულად ჩვენი გადასახედიდან თუ რა მათი გადასახედიდან ზუსტად ყურადღება გაარის მეორე ხარისხოვან თემაზე. და რა მინდოდა მე თქვა, ზუსტად ეს არის. ჩვენ ამ მომავალს გვართმევენ ევროპულ სივრცეში ჩვენ გაგვიადვილდება ჩვენი იდენტობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი იდენტობის მთავარი პრობლემა არის ჩვენი სიდუხჭე. სხვა არაფერი. აი გაუბედურებული ქართული ოჯახი, რომელსაც არ აქვს იმის ფული, რომ შვილს რა ვიცი, კონფეტი უყიდოს, ჯანმრთელობა ავად რო გახდება, მაშინ კი არ მიიყვანოს ექიმთან, არამედ მისი ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს. ეს ყველაფერი გვაკლია ჩვენ და იძულებული არის ქალი ან კაცი ან ორივე ერთად მიდის ოჯახიდან, რომ პურის ფული იშოვოს. და ეს ქმნის დიდ უბედურებას ჯერტი არამყარი ოჯახები, ფსიქიკურად დაზიანებული ბავშვები, რომელსაც აკლიათ მშობლების ყურადღება, ბებიას ბაბუების ანაბარად დარჩენილები, რომელსაც აკლიათ რაღაც მშობლების მეტი სიმკაცრე და პრინციპულობა. ხა ვიცით ხო რა პრობლემებს წარმოშობს და ეს არის მთავარი უბედურება ახლა და არა ის რომ ტრამპი deep state-ს ებრძვის, ამარცხებს თუ არ ამარცხებს, რა სისულელია. აი ეს წვრილმანებში თუ არ ვეძებთ, აი ამ წვრილმანებს რომ მოვაგვარებთ, ხო? მე გავიდეთ უფრო მაღალ საფეხურზე, გადავიდეთ და მე ვიმჯელოთ ახლა ლეოპარდო 2 გვინდა, T90 ჯობია თუ ისა რა ქვია, აბრამს უნდა ვიყიდოთ, ხო, მაგრამ მაგამდე მისვლა, ხო, მაგამდე მისვლა უნდა, ხო? ამიტომ აი ეს არის პირველ რიგის მოსაგვარებელი თემა. ჩვენი პოლიტიკოსები ეხლა ხო გეუბნებით ეხლა რა გითხრათ ძალიან არასერიოზულ შტაბეჭდილებას ტოვებენ, იმიტომ რომ პრობლემის არც ვერ ხედავენ. გაყალბებული არჩევნები კი არ არის პრობლემა, ანუ ეს ამ სისტემის შექმნაში ხო თვითონაც იღებდნენ მონაწილეობას, თვითონ მოწონდათ და ეხლა უბრალოდ ის კი არ ადარდებთ, რომ კლავ მშიერი დარჩა, ოჯახი და კლავ ინგრევა. არამედ იმან რომ დაასრულა, იმან რომ გაუყალბა ამას, თუ ამას რომ გაეყალბებინა, მაშინ ის არ ითვლებოდა. ხო, მაშინ კვაყოფილი იქნებოდა. აქ ამაზეა საუბარი, თუ არა იმაზე, რომ ეს სისტემა ორივე მხარემ შექმნა.
ანუ ის ადამიანები, რომელსაც დღეს ვხედავთ, ესენი ჰაერიდან ხვალ მოსულა, ეს ადამიანებია, რომელიც 32 წელია თუ 30 წელია ამ ერთი და იგივე სახეა. კი, ერთი იმიდან გადადიან მეორეში, მეორედან მესამეში, ეს წრეზე ტრიალებენ და ეს მათი შექმნილი საარჩევნო მოქალაქეთა კავშირის ნაციონალური ოცნება, სახელწოდება ჩემო. ხო, კი ბატონო, შეიძლება ესეც უყუროთ. ამიტომ ჩვენი მთავარი თემა არის ზუსტად აი ეს მკაფიო მოთხოვნა გავაჩინოთ, რომ ჩვენ გვინდა მოწესრიგებული. სადაც მესოდინება, რომ ჩავაგდებ 5 თეთრიანს, მივიღებ 5 თეთრიან პოლიტიკოსს, ჩავაგდებ ლარიანს, მივიღებ ლარიან პოლიტიკოსს. ოღონდ ეს ავტომატურად უნდა ხდებოდეს და არ უნდა ვინერვიულო ეხლა რომ ლარიანს ჩავაგდებ და 5 თეთრიან პოლიტიკოსს რო ჩავამიგდეთ, ესე არ უნდა იყოს. ანუ სისტემები უნდა ავაწყოთ და სისტემები უნდა ავაწყობინოთ. პოლიტიკოსები არის ჩვენი მომსახურე ინსტრუმენტი. როგორც თეატრში მივდივართ და იქ მსახიობი კი არ არის თავარი, მე ვარ თავარი, იმიტომ რომ მე მივდივარ. აყურებელია ხო, მე მივდივარ იქ და ჩემი დაკვეთის და ადეკვატური და გადახდილი ფულის ადეკვატური ისე როგორც ფეხბურთში და დიახ, აი ესეა პოლიტიკოსები. არანაირი ეხა ეს რო იყოს, ეხა რო გქონდეს რაღაცა მონარქია და რაღაცა ის იყოს, რა ქვია, ცენტრალიზირებული მართლობა. და ღვთისკურთხეული ის დინასტია იყოს, რომელიც რა ხო და მაშინ ესე ვერ ვილაპარაკებთ. სხვა ტიპის სახელმწიფო, კი ბატონო, მაგრამ ეხა გვაქვს დემოკრატია, რომელიც ჩვენ კონსენსუსი გვაქვს კონსტიტუციის სახით, სადაც ვიცით, რომ აი ესეთი გვინდა, ხო? და თუ ესეთი გვინდა, მაშინ რატი ორბორბლიანი ველოსიპედი გვაქვს, მოვიქცეთ ისე, როგორც ორბორბლიანი ველოსიპედს შეესაბამება და თუ ეხა მეფეს აღვადგენს და რა ვიცი, ან დიქტატურა მოგწონს, კი ბატონო, მაშინ ეხა რა გამოსავალს ხედავთ ახლა აქედან მითხარით, რახან თქვენ თვითონ აირჩიეთ ეს თემა პოლიტიკა, პოლიტიკური ცენტრალიზაცია პოლიტიკა. ხო, ნუ ახლა რაც არის ყოველ შემთხვევაში, აი აქ რა გამოსავალ ხედავთ ამ გადმოსახედიდან, ახლა სექტემბრიდან და ოქტომბრიდან რო ვითარება კვეთრად შეიცვლება ეს გასაგებია, მთელი რიგი გლობალური საკითხები, იქ რაღაც კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, ხო, ახლა უმნიშვნელოვანესი არის, ხო, ის რომ სომხეთი მაგალითად თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში თითქმის იყო რუსეთის დასაყრდენი კავკასიაში და მთელი შავ სამუშაოებს რბილად რო თქვათ სომხეთის მეშვეობით აკეთებდა, ხო და რომელიც ასე თქვათ გაერთიანებული კავკასიის შექმნას ასე თქვათ ყველანაირად აბრკოლებდა, მოდი ესეც ითქვას, იმიტომ რომ სატელიტი იყო რა, ხა პირდაპირ შეიძლება ითქვას და ყარაბაღის მოვლენამ შეიძლება ითქვას ეს საერო 180 გრადუსით ამოატრიალა და რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და სომხეთი ხო გაერთიანებული იმის წევრი იყო, სამხედრო ოპერაცია თუ რა ერქვა და სადაც თითქმის ვალდებული იყვნენ, ხო, სამხედრო დახმარება აღმოეჩინა თავიანთი დამფუძნებელი წევრისთვის, გაყიდეს ორშაურად აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართ დაიწყეს იქ სირიასთან და ვაჭრობა და რითიც დამთავრდა კარგად. ამის შემდეგ სომხურმა ლობმა საფრანგეთში გადახედა თავის დამოკიდებულებას, ჩათვალა რომ ამან ამოწურა ყოველგვარ უპერსპექტივობამ და სომხეთმა უნდა დაიწყოს კავკასია, ამიერკავკასიაში ახალი თამაში, ფუნქცია და ამის შედეგად ხდება ეს გლობალური, ასე თქვა, გარდასახელი და ტრანსფორმაციები, რომელიც ტრამპის და აკერ პაშინიანზე და ისიც იხსნება ძალიან ცოტა ხანში გენოციდის თემა. თვითონ საფრანგეთის პარლამენტმა არ მიიღო სომხეთის გენოციდი თურქეთში, ხო? ამის შემდეგ საერთოდ იცვლება, ანუ ჩვენ ახალი რეალობის წინააღმდეგ უბედურება ის არის ბატონო გიორგი, რომ ჩვენი ქართული ხელისუფლება ცდილობს წაგებული სომხეთის, ასე თქვა, როლი ჩაანაცვლოს აქ, რომელიც აი მოღალატეებზე უარესია. ხო, ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ მოდით ახლა საკითხების მიხედვით თანმიმდევრულად მივყვეთ. ახლა რა გამოსავალია? გამოსავალი მარტივია ახლა. მე არ მინდა ესე მოკლედ დროში რაღაც უნიკალური ფორმულები ვისროლო, მაგრამ კიდევ ერთხელ მე შემიძლია ჩემი ჯგუფის სახელით ვილაპარაკო, ჯგუფი ერთობა სექტემბრიდან შემოგთავაზებს სხვა ქმედებებს, ჩვენ გავაკეთებთ ამას, არავის არ ვიტყვით რომ აუცილებლად ისე უნდა გააკეთოთ, როგორც ჩვენ მივაჩნია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ და თუ სწორად ჩავთვლით საზოგადოება, ისინი ავყვებიან და ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას. და ეს წარმატება ზუსტად დაფუძნებული იქნება აბსოლუტურ დემოკრატიაზე, პოლგარი ქარიზმატული ლიდერის გარეშე, სადაც იქნება მთავარი წესები და ამ წესების მიხედვით მოქმედება, ისე როგორც ფეხბურთი, ხო? ანუ ჯერ წესებია და მე ის წესები წარმოშვებს. ამ წესებს ემორჩილება მოთამაშეები. კი, დიდ და პატარა მოთამაშეებს, ხო, როგორც წესი. თავისი მსაჯებით და ჟიურით და ასე. კი, და ჩვენ ეს ამოსავალი წერტილი ეს მიდგომა გვაქვს და არა ის რომ თქვა ოცნებას თქვა ლელოჯობია და
მოდი ახლა ლელო არა ესე არა წესები მოვაწესებდა თუ წესები იქნება ხო ვინც უკეთესია იმან გაიმართოს და იმან მოიპოვოს უპირატესობა ოღონდ იქაც ამ უპირატესობის მოპოვება არ იქნება ესე ვთქვათ საბოლოო და შეუქცევადი და ესე არ იქნება რომ რომელიღაცა პარტია მოდის რაღაცა დაპირებით და მე რა ვიცი მთელი 10 წელს ვანდომებთ ხოლმე იმის გაგდებას ხელისუფლებიდან ანუ რომელიმე პოლიტიკოსი რომელიც მე ვეღარ ელევას კამს არა მთავარი თემა ეს იქნება ხო როგორც კი იქნება პატარა შეუსაბამობა საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები თუ რა თქმა უნდა მე შევთანხმდები და მესამე რესპუბლიკის ფორმირებას ოღონდ არა ფორს მაჟორში არამედ წყნარად დავიწყებთ ამ ყველაფრის ესე რომ ვთქვათ შემუშავება საფუძვლიანად იმიტომ რომ მართლა ქვეყანას ჭირდება ღრმა ტრანსფორმაცია ანუ ეხა ჩვენ ვართ იძულებული ფორს მაჟორში ოცნება მოვიშოროთ იმისთვის რომ ეს უსხულისკენ სვლა შევაჩეროთ მაგრამ როგორც კი უსხულისკენ სვლა შეჩერდება ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ბედნიერი ვიქნებით მე უნდა დავიწყოთ მსჯელობა და შეთანხმება ეგრეთ წოდებული მესამე რესპუბლიკის ფორმირებისთვის სადაც აი ამოსავალი ნორმები ამოსავალი ესე ვთქვათ პრინციპები მიდგომები შიგნით როგორ უნდა იყოს ეს უნდა იყოს გადააზრებული იმ შეცდომების და იმ პრობლემების ჭრილში რომელიც ჩვენ დაგვემართა და რაც უკვე გამოცდილება დავაგროვეთ და ამ გამოცდილებით ფაქტურად უნდა შევქმნათ და დასაბამი მიცეთ ახალ რესპუბლიკას მე თვითონ მომხრე ვარ ესე რომ ვთქვათ მესამე რესპუბლიკის ფორმირების რა ვიცი ხა მონარქიზმის და რაღაც თუნდაც კონსტიტუციური მონარქიის მხარდაჭერი რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი ბუნებაში არ არსებობს და ეხლა სხვა ფორმა რა ვიცი იმის რა ქვია მართლობის მე არ გამიგია ვერ ვხედავ ვერ წარმომიდგენი ამიტომ დემოკრატია რაც არის ბევრმა ერმა მოახერხა მისი ბოლომდე კარგად გამოყენება და წარმატებული ერები არიან წარმატებული თავისი ესე ვთქვათ შემდგარი მოსახლეობით რომელიც თავის რეალიზებას ახერხებს რაც შეეხება შემდეგი თემას ხო იმასთან დაკავშირებით რაც ხდება მოგეთ ჩვენ სადღაც ოქტომბერში თვალყურს ვადევნებდით როცა გითხრეს რომ ოსებს ბოდიში უნდა მოუხადოთ ხო ეხლა ჩემი პირად დამოკიდებულება შეიძლება ცოტა ხისტი დამოკიდებულება მაგრამ მე ვერ ხედავ ოს და აფხაზ ძმას ანუ ჩემთვის არც ოსი და არც აფხაზი სეპარატისტი ძმა არ არის ხო ჩემთვის არის მიუხედავად იმისა რა ეთნიკური და წარმომავლობა აქვს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს არამოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე და დამნაშავე ხო ეხლა იარაღით ხელში ვინც საქართველოს ერთიანობას ებრძვის ის ჩემთვის არის კრიმინალი ეხლა ის მოხდება ციხეში გასამართლდება და ეხლა შევიწყალებთ არ შევიწყალებთ ჩვენ კანონმდებლობაზეა დამოკიდებული და იქ რა თქმა უნდა ჩემი გზნობა იმეზე გაბრაზებული ვარ თუ ამაზე არ იმოქმედებს რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა პოლიტიკის აგება იმაზე რომ აფხაზი და ოსი ძმები გველოდებიან სადღაც და თურმე ანუ ეს ახლა ესეთი ილუზია რომ რა ვიცი ყველაფერი კარგად იქნება ესე არ არის ხო არა აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჭირდება მეტი ხრიცი ხმაში გაცილებთ პრინციპული დამოკიდებულება და პრინციპული დამოკიდებულება არა მაშინ როდესაც თქვა რუსებს და ოსებს ან აფხაზებს ველაპარაკებ თავისთავად მაგმართულებაზე მათ უნდა იცოდნენ რომ აქ არის ქართველები რომლებმაც მტრობაც იციან და შენდობაც იციან ოღონდ ჯერ მტრობას ასრულებენ და მე სამართლიანი ხალხია გეო ყველაფერსო თავი დავანებ დიცილონებას თორა ეხლა დამარცხებულზე დიცილონების გამოვლენა ეგ არის ლაჩრობა და თავის მოჭრა ჯერ ჩვენ ეგ არის გულივერის კომპლექსი შეიძლება ეთქვა კი ბატონო მაგრამ ხოდ რას ვამბობდი მაგრამ ესეთივე პრინციპულები უნდა ვიყოთ დასავლეთ პოლიტიკოსებთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მე ძალიან მომწონს ევროპა ამერიკის შეერთებული შტატები მაგრამ შორს ვარ რაღაცა ხფოს არტაცებით უყურებდე ყველა დასავლეთ პოლიტიკოს და რაღაცა მიმაჩნდეს რომ თუ ის იტყვის ის რა ქვია რაღაცაზე რომ გადმოვიტანოთ ერთ-ერთ ხო და ან აბსოლუტური ჭეშმარიტებებს გადავალთ ყველა ისა ღაღადებს ყველა არა ესე არ არის ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი კაფეო ჩამოყალიბებული ინტერესი უნდა შეგვეძლოს ვიყო მოქნილად ყოფნა ამ ინტერესთან მიმართებაში ხა სულ გაჯიუტება და რქები დატაკება რა თქმა უნდა არ არის სწორი მით უმეტეს როცა ეს სივრცე იტანს კამაც და აგებულია იმაზე რომ შენ გაგიგონ ხა მაგრამ ხა შენ თუ ვიღაცას მოთხოვ რომ მანდაინც ეს ტერიტორია ოსების გამო და დავანთავისუფლო ამას ვერანი ვერ გაგიგებს და არც უნდა გაგიგოს და ეს შენც არ უნდა ესე ვთქვათ მოგივიდეს თავში მაგრამ როცა საუბარია იმაზე რომ შენ პრინციპულად უნდა თქვა რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა გაცილებით უფრო მაღალი მნიშვნელობის თემაა ვიდრე თუნდაც არჩევნების გაყალბება არ გაყალბება იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თუ აღდგენა იქნება შემდგომ უკვე დაწყნარებით ვიბრძოლებთ იმისთვის რომ დემოკრატიის ხარისხი ქონდეს მაღალი
მაგრამ უყურეთ კიდევ ერთხელ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ შედგება ვერასოდეს. ვერ იქნება წარმატებული. ამიტომ ეს სასახა თემა არის, რომელიც პირველ პრიორიტეტში უნდა იყოს და იმას არ უნდა ექვემდებარებოდეს დავიწყებას. ამ დროს ოცნება ერთის მხრივ საარჩევნო კამპანიად შემოგთავაზა, რაც ძალიან ამაზრზე მიიღო ბოდიში, რაც ნიშნავდა, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე და აგერ წულუკიანის კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოს დაედანაშაულებათ, არ დაიჯეროთ თქვენ, რომ ოცნება ებრძვის სააკაშვილს ან იმას. ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვა უნდა. ხო, ეს არის სააცილო თემა, პირიქით, მათ ჭირდებათ ამას საბაბად იყენებენ, რა თქმა უნდა, ხა მანამაიც სააკაშვილზე ზედამთვარი არ ამოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ სააკაშვილის ლანძღვა მათთვის არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ დიდი ამოცანა შეასრულონ საქართველოს დაადანაშაულონ ამ ომში. თუ საქართველოს იქნება დამნაშავე ამ ომის დაწყებაში, მიუხედავად იმისა, მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო თუ პეტრიაშვილი, მაშინ რუსეთს უიოლდება საერთაშორისო ასპარეზზე თუ კი რამე ტიპის წარმატება ექნება მას უკრაინის ომის დასრულებაში, შემოიტანოს თემა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით. იმიტომ მას ექნება არგუმენტი, დაიწყო ომი საქართველოს და როგორც კოსოვოსთან მიმართებაში სერბები დაადანაშაულეს. ხო, დაისაჯენ და ხელოვნურად შეიქმნა კოსოვო, ასევე უნდა იყოს ცხინვალი და აფხაზეთი. ზუსტად ეგრეა. და ამ შემთხვევაში კომპენსირება მოხდება სომხეთის, რაც მართლა მოულოდნელი იყო, თუმცა ალბათ აქეთკენ მიდიოდა, იმიტომ რომ 3 საუკუნე ერთგულება, როცა ის არის უფროსი ძმა და ყველაფერში იყენებს სომხეთს და სომხეთი ამაში ვერაფერს ვერ იღებს, ეს ახლა 3 საუკუნე რო გაქაჩა, ეგრე დიდია. ადრე გვიან ეს დასრულდებოდა. ამისთვის ჭირდებათ რუსებს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იმისთვის, რომ თუ მას სამხრეთ კავკასიონის ფერდზე არ ექნება თავის ჩაუზირავი, ესე ვთქვათ, ავიამზიდი, ორი სამხედრო ბაზის სახით, თან ოსები ხო ფაქტიურად აღარ სახლობენ, ხა ჯავაში ხელს არ უშლის რუსეთს, ეს რუსული ტერიტორია, ადგილობრივი მოსახლეობა, ადვილი შესანახია და ძირითადად ამ ბაზის მომსახურებითაა დაკავებული, ამიტომ იდეალურია მისთვის ერთის მხრივ გვირაბი, რომელიც ეხა ფული არ აქვს, მაგრამ მომავალში ეხა ანუ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ეს გვირაბი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნაკადების დიდ ნაკადებს სამხედრო ნაკადებს ვერ ატარებს, მაგრამ რაც არის ისიც მისთვის ხელსაყრელია და მნიშვნელოვანია და სამხრეთ ფერდზე, ესე რომ ვთქვათ, კავკასიონის იდეალური პლაცდარმია. ასევე აფხაზეთი გარდა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილი დიდი მიწის ნაკვეთია, ასევე აქვს ზღვის სანაპირო, ხო, რომელიც განსხვავებით მისი, ესე ვთქვათ, ტუაფსე ნოვოროსისისგან განსხვავებით და აზოვის ზღვისგან განსხვავებით, უფრო სამხრეთ არის და თან ახლოს არის და ფარავს ნატოს ქვეყანას თურქეთს გარკვეულწილად და ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია რომ აკონტროლებდეს ამ სივრცეს. კი, და პლუს ავიაცია. და აშანტაჟებდეს კიდევ. კი, ანუ კავკასიის გიუმრის ბაზა ქონდა, მაგრამ გიუმრის ბაზას ალბათ დახურვა ემუქრება და სამხრეთ კავკასიაში აეროდრომი მას აუცილებლად ჭირდება და ბომბორას აეროდრომი ოჩამჩირის. და როგორც პროფესიონალთან ესეთი უკაცრავად დაასრულეთ. იგი ხო, ანუ იმის გამო რომ ეს კომპლექსური მიწაა, ოჩამჩირესთან მიმართებით. ხო, ოჩამჩირის საზღვაო ფლოტი, ბომბორას ავიაციო ბაზა და სახმელეთო მთლიანად აფხაზეთი როგორც სახმელეთო ესეთი შეკითხვა თქვენთან ესე გასაგებია რომ ეს ანკლავებით უნდა შეექმნას ხო სამხედრო ანკლავებით ამ ორ ადგილ. აი თავისებურად რაღაც გუანტანამოს ბაზას კუბაში რაღაც მონათესავე მოტივები აქვს. არა, უფრო დიდი არა, რა შედარება. აი მინდა უფრო კი, ცადა დედამიწა, ეს არის უზარმაზარი ტერიტორია სამხედრო თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ აქ გუანტანამო მანდ კომპრომისი იყო, თორე ეს ომი მიმდინარეობდა. ეს არის იდეალური, ანუ უყურებ, ეს როგორც ქვეყნის ნაწილი აფხაზეთი, მას სხვა კონფიგურაცია ელოდება და სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ რუსეთისთვის როგორც სამხედრო, ესე რომ ვთქვათ, ბაზა მთელი აფხაზეთი არის იდეალური, იმიტომ რომ 3 ელემენტი შემოაქვს სივრცეში, ანუ სახმელეთო საზღვაო და საავიაციო, ასევე კიბერსივრცე მისთვის მნიშვნელოვანი იქნება აფხაზეთიდან, იმიტომ რომ თუ აქ სამხრეთ დერეფანზეა საუბარი და ანუ შუა დერეფანზე და სამხრეთ ეკონომიკური სარტყლის ჩრდილოეთ საზღვარზეა,
ხო ის თანამონაწილე ხდება ამ კორიდორის, იმიტომ რომ მას შეუძლია კიბერსივრცეშიც როგორც მტრული, ისე მეგობრული დივერსიული და ორივე მომენტის რეალიზაცია შექმნას. ამიტომ მნიშვნელოვანია და პლუს ამას თვითონ აფხაზეთის ტერიტორია როგორც დასასვენებელი თავისი სამხედრო ელიტისთვის თუ ჩვეულებრივი ელიტისთვის ეშერას ლაბორატორიაც არ დაგავიწყე. ძალიან მნიშვნელოვანია. კი, იდეალური და მოსახლეობა კიდე ახლა აფხაზეთი ახლა სამი თაობა და იქ აფხაზურად მოლაპარაკება. ხო, თაობა აღარ დარჩება, არც რავინ არ შეაწუხებს, იმიტომ ეპყრობიან ასე ვთქვათ მობიერად მათ ხანდახან აფხაზების აჯაიმას ლოიალურად უბრალოდ. ხო, ხანდახან გაბრაზდებიან ხოლმე აფხაზები და რაღაცა რო გონიათ რომ რაღაცა აიძულეს. რუსებს არაფერი, რუსები ელოდებიან მათ იციან რომ ამ ტერიტორიაზე გაცილებით უფრო ძლიერი თუმცა ჩვენგან განსხვავებით ბატონო გიორგი თლად ვერ დაგეთანხმებით იმ თვალსაზრისით რომ აფხაზები ჩვენგან განსხვავებით თავიანთ სტრატეგიულ იმებს იცავენ, არ ყიდიან, არც კულტურულ მემკვიდრეობას უხსნიან სტატუსებს და არც მიწებს და ესე ყიდიან და თელ რიგ საკითხებში ძალიან პრინციპული ესენი გამოამჟღავნეს. ეხლა არ ვიკამათებ მაგ თემაზე, მოდი ესე დავტოვოთ. კი ბატონო, ხანდახან ჯიუტდებიან პატარა ერის კომპლექსები აქვთ და პრინციპში ეს ფაქტია რომ იცავენ. ხო. მაგრამ საკონსტიტუციო იმაზე რო იჩივლა წინა პრეზიდენტი რო იყო ხაჯიმბა იმის ხელდასმული პუტინის კაკებეშნიკი ხო ამ პრეზიდენტთან რო წააგო არჩევნები აქ პირველ წრეში პირველ ტურში ხო გახსოვთ როგორც იყო და საკონსტიტუციო სასამართლოში რო იჩივლა ბჟანიამ მან მოიგო და ჩვენთან ეს ხო გამორიცხულია გიორგი არა მოდი ესე ვქოთ ჩვენ სწორი სტრატეგიული ხაზები გვაქვს და ჩვენ უბრალოდ რა განსხვავება ჩვენ საფხაზებს შორის ჩვენ ვაპელირებთ ტენდენციებით და ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის ეს სამართლიანო პოლიტიკა არ არის ისეთი მომაკვდინებელი, იმიტომ ჩვენ აუცილებლად გადავხარშავთ ბიძინა ივანიშვილს დარწმუნებული ჩვენ ესე რომ ვთქვათ ვაპელირებთ ტენდენციებით, ხოლო აფხაზები პატარა მოვლენებით რა, ანუ მათი ამძრავი არის ემოციური გამაღიზიანებელი, აი მოდი ახლა მაგალითი რომ მოვიყვანოთ პავლოვი და მოკლედ თქვით რა. აი არა მოკლედ აი პავლოვი და პავლოვის ზაღი. პავლოვი ყოველთვის გამარჯვებული გამოვა. რა თქმა უნდა. იმიტომ იცის ზაღლის ინსტინქტები და იცის როგორ ითამაშოს. მართავს ემას. ხო, აფხაზებს არასდროს გასაგებია. პავლოვი ხან რუსი იქნება პავლოვი და ხან ქართველი პავლოვი. პარადოქსი ის არის რომ ჩვენ ვითომ დამოუკიდებლები ვარ და ამ საკითხებში. მე მესმის. ამ თვალსაზრისით ვლაპარაკობ. ხო, მე მესმის თქვენი აშფოთება. ერმა მიბაძა მაგარი. ხო, კი, მე მესმის თქვენი აშფოთება. ხო, მაგრამ რა მიწების გაყიდვა ახლა რაც ხდება და დემოგრაფიული კატასტროფა და ემიგრაციას და მიგრაციას ერთმანეთში არევა და კულტურულ მემკვიდრეობად რომ მოუხსნე მიწას და იმას რომ გაყიდე და ეკონომიური სამინისტრო რეებს აკეთებს ქონების განკარგვის სამე კრიმინალია თავიდან ბოლომდე და ამის საფუძველზე უნდა ბიუჯეტი შეავსონ ჩვენი ბედური ბატონო გიორგი ეს ახლა ტრაგედიაზეო არც ერთი პოლიტიკური პარტია ამაზე არ ლაპარაკობს კი მაგრამ ახსნადია პოლიტიკური პარტია სექტემბერში მე ამ თემას კიდე ერთხელ ძალიან მტკივნეულად და ძაფრად დავატრიალებ. კიდე ერთხელ საქართველოში რატო იყო რომ გლეხობაც, აზნაურობაც, თავადობაც და იგივე ეს საერთო გვარიც როცა მოწესრიგებული იყო კონფლიქტები, ну ეხლა როცა იყო კრიტიკული სიტუაცია, იყო გარკვეული კონფლიქტები, რეალობაში მაინც უკონფლიქტო ცხოვრება იყო, იმიტომ ერთმანეთის ინტიმურ სივრცეებს და კერძო სივრცეებს არ არღვევდნენ. პატრონყმობის ფენომენი მუშაობდა. კი. ხო და ნუ იმ პერიოდში რა შესაძლებელი იყო ეხლა ჩვენ მასლოვის პირამიდა ხო ეს აიდან მოტანილი არ არის, ეს არის ხმააკვლევების შედეგი და ჩვენ ეხლა პრობლემა გვაქვს რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მასლოვის პირამიდის ესე ვთქვათ ძირშია, როცა მხოლოდ საარსებო მინიმუმისთვის იბრძვის. თავის გადარჩენისთვის. თავის გადარჩენისთვის და ამ დროს მაღალ მატერიალზე ფიქრისთვის და ბრძოლისთვის დრო ენერგია გესა. ხო, აი ეს იმიტომ კი რომ ცუდები არიან. აი ესია ცხოვრება, ესია მოწყობილი, როცა ადამიანი ამ გასაჭირში არის, მას ავიწყდება რაღაცები, თუმცა ჩვენ მაინც კარგია რომ ანუ ჯანმრთელი ერია იმ ხრი რომ მაინც არიან ადამიანები რომელსაც ემპათიაც გააჩნია მომავალზეც ფიქრობენ ტრადიციებსაც არ ივიწყებენ უბრალოდ ამას კიდევ ერთხელ უნდა ჩვენ ხელში ავიღოთ წავართოთ ამ როგორ გითხრა მართლა გათახსირებულ პოლიტიკოსებს ძალაუფლება მიწების განურჩევლად გაყიდვა
ყველანაირ მასშტაბებში არის ანტიკონსტიტუციური და დანაშაული. კონსტიტუციის დარღვევაში ვადანაშაულებ მე ამათ. ისე როგორც მაგაც წინამორბედეს, მაგრამ ამათმა ყოველგვარი ზღვარი გადალახეს. დიახ, ხო და ამიტომ არის ეხლა ჩვენ იმიტომ კი არ ვიბრძვით ეხლა ოცნება წავიდეს ნაციონალურ. არა, რა თქმა უნდა. აღვადგინოთ ეხლა და ვიღაცას თუ გონი არავით არ შე. ოცნება რო არ მოწონს ამიტომ არავით არ შე. ნაციონალურ რო მოწონს ძალიან ცდება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ვერც ერთმა და ვერც მეორემ და ვერც წინამორბედმა თავი ვერ გაართვეს სასიცოცხლო ინტერესების კომპლექსურ საკითხებს. დიახ. და ეხლა ეს ექსპერიმენტი ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავსვათ, შევწყვიტოთ და უნდა ვთქვათ, რომ ეს რაღაცა რა თეთრცხენზე ამხედრებული რაინც არ მაგის იმედი ნუ გექნება. ხო, ბედნიერება, ხო, ალბათ იქნება მაინც რაღაც მიდრეკილება, რომ ვიღაცა ლიდერი მონახონ, მაგრამ კარგია თუ ამას ისე შევხედავთ, რომ იყოს კოალიციები, იყოს სუსტი ხელისუფლება, მაგრამ ჯობია იყოს სუსტი და ამ კონკურენტულ გარემოში ჩამოიხვეწოს და დაიხვეწოს და შეიქმნას კონკურენტუნარიანი რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში ძალაუფლებაში მოსვლის წყურვილი და ეს რა ქვია დამოხტულები კარგ საქმეებს გააკეთებენ, ვიდრე ეგრევე ვიღაცა აი ავერჩეთ რომ აი ამის ან სახე მოგწოს ან ხალია კარგი, ან რაღაცა ისა რა ქვია დიპლომია კარგი, მარტო ესე არა. მოდი იყოს კონკურენტული გარემო შექმნათ და მუდმივად რაც შეიძლება ხშირად მოვახდინოთ არჩევნები იმისთვის რომ წესებმა დაიწყოს მუშაობა და არა პიროვნებმა და არა 5%-იანმა პარტიამ ანაკლია ჩაიგდოს ხელში. უყურეთ, აი ზუსტად ეგ არის ჩინგისხანი, ხო? ჩინგისხანის სამართალი. ჩინგისხანმა თქვა, რომ მე ისეთ იმპერიას შევქმნიო, რომლის აღმოსავლეთიდან დასავლეთში ისე ჩავა ქალწულიო, რომ გზაში თავზე ოქროს, იმიტომ რა ქვია, თასითო, რომ გზაში მას ვერც თას მოპარავსო და ვერც ვერავინ ვერ გააუპატიურებს. მოკლედ. ცოტა უფრო სხვანაირად თქვა, მაგრამ რეალობაში მართლა ეგრე იყო. იაპონიიდან ლისაბონამდე. ხო, ოღონდ უყურე ეს იმ შემთხვევაში შეძლო ამ ქალწულს, ესე ვთქვათ, ჩასვლა გარანტირებულად. როცა თვითონ ჩინგისხანი იქნებოდა კეთილგანწყობილი მის მიმართ, თორემ ჩინგისხანი როგორც კი მის მიმართ კეთილგანწყობილი კი გააუპატიურებდნენ კიდევაც იმ ოქროს გადაადობდნენ და პირში ჩაასხამდნენ დამდნარ ოქროს. რაც არაერთხელ უქნია. დიახ, ამიტომ არ გვინდა ჩვენ ესეთი ჩინგისხანის სამართალი. ჩვენ გვინდა ესეთი სამართალი, როგორც არის ანგლოსაქსონური ან გერმანული ან ქართული როგორიც იყო, ხო? რუსთველმა ბატონო გიორგი იდეალურად ვარ. ხმა მართლისა, სიმართლისა ხელსა შეიხმასა ნედლად. ჩვენ რამდენიმე ანუ ისიც არ არის გარანტია არც ანგლოსაქსონური და არც იუდეული და არც კიდე რომაული და არც ბიზანტიური და არც თქვით თორა კიდე ერთხელ სიმართლე არის ამის რეალიზაცია. თავისთავად და ამ სიმართლის კოდექსად ქცევა რამდენიმე მეფეს ქონდა, ეხლა ამ რომელიც ახერხებდა ინვენტარიზაციას და უბრალოდ ხელახლა გამოცემას, თორა ეს სამართალი გიორგი ბრწყინვალეს კი არ შეუქმნია, გიორგი ბრწყინვალამდე შექმნილი იყო და ვახტანგ მეექვსემდე შექმნილი იყო, უბრალოდ ხდებოდა მისი ხელახლა რაღაცა გადააზრება, დროის მორგება და ალბათ ესე ვთქვათ რაოდენობრივი ისა რა ქვია შერწყმა რომ ყველგან ერთნაირი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მუდმივად ცხოვრობდით სამართლებრივ სივრცეში, სადაც მეფე კი არ იყო სამართალი და თავადი კი არ იყო სამართლის გამსაზღვრელი, არამედ კოდექსები არსებობდა სხვადასხვა. აი მე თამარ მეფეს დროს ოპოზიციური კარავი არსებობდა ყველაფერს. ამიტომ გავიხსენოთ ის როგორც ცხოვრობდა ჩვენ წინაპრები, როცა მათთვის თავარი ის კი არ იყო მეფემ გადაწყვიტა, არამედ თავარი იყო რომ წესში იყო ესე და წესი როგორც იყო, ხო? მე აკადემიის რექტორად დავინიშნე, მაშინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული ოფიცრები, როგორც ესეთი ქართული ფენომენი შექმნილიყო და მაშინ ესეთი კობა ჭუმბურიძე იყო, სიმართლე გითხრა, ბოლო პერიოდში არ მაქვს ურთიერთობა, არ ვიცი რა საკეთებს, მას ჰქონდა და მის ჯგუფს ზნენი სამამაცონი ესეთი შეგროვებული კაცობის 365 წესი. სადაც მოცემული იყო, აი ყველაფერი დაწყებული, როგორ უნდა ისეკო, საჭმელოდის უნდა ჭამო, დაღლილი არ უნდა დაიწყო. ხშირად უნდა აუწყოთ ესე ამათ, ბატონო. ხო, ანუ ეს ქონდა ეს წესები ყველაფერი. უბრალოდ ეს რუსებმა დაგვაკარგინეს ბევრი კარგი, რაც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური წესი იყო. მე მაგის აღორძინებას რა უდგას წინ? ხო, ეს რა უნდა და დაფინანსება უნდა იმის რომ ვიღაცამ ექსპედიცია ინფორმაცია რომ მიეტანონ სმენელამდე. ხო, ანუ შეგროვდა სარკე იყო, თავი ჩაიხედოს ამ სარკეში. კი, ანუ ჩვენი ისტორიული კვლევა ძიებები, ანუ
მიუხედავად იმისა დიდ პატივისცემ მარიკა ლორთქიფანიძეს და ივანე ჯავახიშვილსაც ხო ეხა ჩვენი ისტორია ცოტა თანამედროვე მეთოდებით ხელი შევლება ცოტა უნდა თორე ძალიან ზღაპრებზე დავჯექით უკვე ეს ხუთე წუთი რაღაც მინდა შეგეკითხოთ იმიტომ რომ თქვენ ამოუწურავი ზღვა ხართ აი ამ სფეროში ახლა ორი სიტყვით ვიტყვი ერთ-ერთი მთავარი სექტემბრიდან რა თქმა უნდა ხშირად იქნებით თქვენ და არა მარტო თქვენ მაგრამ თქვენ განსაკუთრებით გავაცნობ საზოგადოებას ერთ-ერთი უმთავრესი რაც პარტიებმა რაც დააშავეს უკვე დანაშაულებრივად სხვა რაღაც არაპროფესიონალესთან იყო შემდეგი რომ მათ მოქალაქეებს დაუკარგეს კოალიციური თავრობის ეფექტი და იდეა აი ეს მოახერხეს რაღაც კოშმარულად რა ეს არის უპირველესად გამოსასწორო იმიტომ რომ თუ ცენტრისტული მართული არ არის მაშინ კოალიციურია ხო კოალიცია რისგან შედგება რამოდენიმე პარტია რომლებიც განსხვავებული მსოფლმხედო პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიხედვით ეფექტურად ახერხებენ არსებული პრობლემების თავის გართვას და ამის მოწესრიგებას და ხალხამდე მიტანას და შესაბამის ასე თქვა სტრატეგიული იდეების რეალიზაცია ეს არის კოალიციური მთავრობა უდიდესი დარტყმა მიაყენეს პირდაპირ გეუბნებით ამას ხალხიც გრძნობს როგორც ასეთი და ცდილობს რომ კიდევ უფრო ფრთხილად იყოს და ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას ასე ვთქვათ უმოკლეს ხანში უნდა აღდგეს ეს იდეა რესტავრაცია უნდა მოხდეს თუ არის რამე რესტავრაციო კიდე არ ვიცი ძალიან რთული თემა მეორე კიდე ეს თემა მინდოდა აუცილებლად რა ახლა თუ შენ არიცი აფხაზეთი რატომ არის საქართველოს შემადგენლობაში რის საფუძველზე არის საქართველოს რა მოხდა ცხინვალში რატომ გაუქმდა სამხრეთ ოსეთი რის საფუძველზე გაუქმდა ეს ყველაფერი და რატომ არის ანტიკონსტიტუციური ის ამბოხი რომელიც იქაც მიმდინარეობს აქაც რუსეთს უწყობს ხელს და დღევანდელი ხელისუფლებაც ხელს უწყობს ყველანაირად რომ იმ შედეგების რაც დაიდო ხო ჩვენს 62%-მა აფხაზეთში ყოფნა საქართველოს შემადგენლობაში ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი იმ დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად რომელიც არის და ეს რომ თვითონ მე ერთხელ არ გითხარი თუ არა სამხრივი კომისია იყო შერეული რუსული ელცინის გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის რუსეთის და საქართველოს რომლებმაც ამ კომისიამ დადო შედეგი რომლის მიხედვითაც ითქვა რომ ეს კონფლიქტი მიმდინარე იქ ამად გასაგონად ვამბობ ამ ბედოულატების უნათლებლების ეს არის არა ეთნიკური კონფლიქტი, არამედ პოლიტიკური კონფლიქტი, როგორც ასეთი. ანუ ჩვენ სასარგებლოდ დაწერეს ამათმა ეს დასმა კიდევ ვიმეორებ, კაცო, ჩვენები ხო არ იყვნენ ერთობლივი. ამას განუწყვეტლო სულ სჭირდება შეხსენება და ამ საფუძველი რატო არის ჩვენ შემადგენლობაში, რატომ არის, რატომ იყო და რატომ არის და როგორ იქნება eso da კატალონიაში რო ჩაატარა მადრიდმა ეს სამხედრო ოპერაციები კონსტიტუციური წესრიგის იმაზე თქვენ სასარგებლოდ ლაპარაკობ რა ვინმე რამე უსაყვედურა ადამიანის უფლებების შეურაცხყოფას თუ არაფერი გაატარა სტრასბურგმაც და ყველა ვაშინგტონმა ყველაფერს ხარი დაუჭირა რა ამიტომ რბილად სახელმწიფოებრივად და მკაცრად ყველაფრის გაკეთება შეიძლება აი ბრძანეთ 1-2-3 წუთი მეტი არ ხო მარტივად ეხა გვაქვს უნიკალური შანსი რომ რეგიონად ვიქცეთ ანუ არა რაღაც კონფლიქტებში გავიხლართოთ გახლართული ის რა ქვია სომხეთი აზერბაიჯანი და საქართველო არამედ პირველად მოხდა რაც აი წარმოუდგენელი ფაქტი იყო რომ ჩვენ შანსი გვაქვს ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ სამი ქვეყანა ისე დაახლოვდეს რომ ერთიან ეკონომიკურ რეგიონად ჩამოყალიბდეს ეს არანაირად იდენტობის ესე ვთქვათ შეურაცხყოფას არ ხო არ გულისხმობს ეს არის ეკონომიკური სივრცე რომელიც ინვესტიციებისთვის არის ძალიან მიზდველი ჯერეთ თვითონ გეოგრაფიულად ეს რეგიონი თუ ესე ერთიანი იქნება ძალიან საჩუქარია შეიძლება აბა ეხლა დავით აღმაშენებლის იმპერია ეხლა მართლა მარტო დავით აღმაშენებლის ხმალზე კი არის და გლობალური ჩრდილოეთ კავკასია და ზემო ველური ტომებიც იყო გაერთიანებული აი თვითონ ეს გლობალური სივრცის მიმზიდველობა ქმნიდა ეკონომიკურ საფუძველს, რომელზეც დაგნობით მე იარსება კიდევ 200 წელი ამ იმპერიამ და ძალიან რო არ გვევაშკაცა დღემდეც მოვაღწევდით. უბრალოდ ძალიან ესე რომ ვთქვათ, იმაში გადახილში ჩავარდით, იმიტომ რომ გვეგონა სულ ესე გაგრძელდებოდა და ხმის მოქმედება აღარ დაგვჭირდებოდა. ესე არ შეიძლება რაღაცას როცა კარგს აკეთებ, ამას ყოველთვის უნდა ზრუნვა რომ შევინარჩუნოთ. ამიტომ ეს შანსი გვაქვს. ამ ახალ გამოუყენებლობა დანაშაულია. ამ რეალობაში ოცნება
როგორც ანაქრონიზმი ისე არის. ახლა ოცნება არ ჭირდება არც ესე რომ ვთქვათ, მუსულმანურ სამყაროს, არც ქრისტიანულ სამყაროს, არც დასავლეთს, არც კავკასიას. უცხოშეული გახდა ყველა. კი, აბსოლუტურად მიუღება. აი არაფერი სასარგებლო ოცნებისგან არ მოდის. ერთ-ერთი რასაც ამბობს, რომ მიშასგან იცავს და გათხოვებისგან იცავს ქართულ, ანუ რაღაც ისეთ ამას ამბობს ქვეყანას ჯგუფი, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი თვითონ შემოიტანა. ხო გახსოვთ ეს? კი. ოცნებამ და ნაციონალებმა მიიღეს ეს კანონი. ამიტომ ეს შეუცევადი პროცესია, მე ამის არ მეშინია, იმიტომ რომ ჯერ ერთი როცა ის პიკზე იყო თავისი, ესე ვთქვათ, როცა საჭირო იყო რუსებისთვის, როცა აი ირანი იყო, ის აზერბაიჯანი ეფერებოდა, იმიტომ რომ ჯერ კიდე კონფლიქტი არ იყო დასრულებული, გასაგები იყო, რომ ოცნება ძლიერად იყო წარმოქმნილი საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი მოკვდა. ანუ ყველა ფაქტორი, რომლის გამოც ოცნება ძლიერად იყო. თუნდაც ვაჭრობა შეეძლო. დიახ, საქართველოში. სავაჭროც არ აქვს. თუ ამის თქმა გინდა. სავაჭრო ხო საერთოდ არ აქვს, მაგრამ ხო რაღაც ეტაპზე ვაჭრობაში, რუსეთის ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ეხა მოკვდა მხოლოდ ხელოვნურად ოცნებას ერთ-ერთი დანიშნულება აქვს, თუ ის აქ აზერბაიჯანის და სომხეთის წინააღმდეგ წარმატებულად იბრძოლებს, რაც გამორიცხულია, მაშინ ის რუსებისთვის იქნება სასარგებლო. ამიტომ რუსებისთვის ეხლა ერთ-ერთი ოცნება არის იმდენად საჭირო, ოსებს თუ მოუხდის ბოდი შიგა და შიგ და თუ იტყვის ხოლმე, რომ ომი საქართველოს დაიწყო. აი ამ დონეზე არის მისი საჭიროება რუსეთთვისაც კი, ესე რომ ხო დაასრულოთ რა უკვე. კი. ამიტომ ორი სიტყვით და დავასრულოთ. ძალიან ოპტიმისტურად მე ერთსაც ვიტყვებენ, ნო. ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ამ პროცესებს, არის ტექნიკური მხარე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო და სექტემბერში ოცნება უნდა დავასრულოთ. არანაირი არჩევნები ოცნებამ არ უნდა ჩაატაროს. მადლობთ, ბატონო, ერთი ეს მინდა და აუცილებლად თქვა რა, ეს აგვისტოს ომი რო იყო, ქართველი ეროვნებით ქართველი იყო რუსების რიგებში, გვარი თიულური გვარი აქ რაღაც. ხო და რომელსაც უთხრეს გააგზავნეს აქ უნდა გამოეგზავნათ აქ ცხინვალში საუბრად და უარი თქვა. წარმოგიდგენია და რუსებმა ეს ოსებს გადასცეს და საჯიჯრად სასწაულად ცემეს და 40 დღის დედამისის გარდა ამათ გასაგონად ლაპარაკობ ესეთი გმირები ყავდა ანუ ადამიანს გენეტიკა გაახსენდა თავის და მონაწილეობა არ მიიღო თავისთვის თომეს ასე თქვა ის კი არ გააკეთა რაც თუნდაც აი სტალინი თუნდაც რაც გააკეთა და დაჟიდა ან დახვრიტავდა რაღაც ოსებს გადასცეს საჯიჯრად ესაც რუსების ხელწერაა გამიგეთ ამიტომ ამისგან უნდა გავთავი ეს არის ანტიკავკასიური მორალი თავიდან ბოლომდე როგორც ერთი ეთნოსი რო ვერ მოიწონებს რაც შეეხება მეც მე მინდა ბოლოს დავასრულოთ სოლიდარობა პოლიტპატიმრებს სინდის პატიმრებს ზიას ამაღლობას განსაკუთრებით და გამოვთქვათ იმის ნებელობა და იმის შეგნება და იმის ხარდაჭერა რომ ჩვენში ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი მოწესრიგდება და პოლიტიკური ნიშნით არ იქნება არც დევნა არც შევიწროება და არც პოლიტიკური ვაჭრობა ამ მათ შორის უნიჭო ლუკაშენკოსგან განსხვავებით სხვათა შორის დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და იმედს გამოვთქვათ რომ ჩვენ კიდე ამ თემაზე სექტემბრიდან განვაახლოთ მადლობთ ყურადღებისათვის